ეს არ ვიცოდი. მე თვითონ ვარ გაკვირვებული. თუმცა მე რა თქმა უნდა მსმენია გარკვეულად რომ ახაც ხდებოდა ციხეში, მაგრამ მიმაჩნდა ეს იყო ანუ რეჟიმიდან გამომდინარე რაღაც ცალკეული გამონაკლისები. იმიტომ რომ მე მარტივად მინდა გახსნა, თუ პოლიციას არ ჭირდებოდა თუნდაც ჩვენების მისაღებად ძალის გამოყენება. მაშინ უკვე დაპატიმრებული და მიჯი პატიმრების წინააღმდეგ თუ მე ერთ ფაქტს ვიტყვი, ის მასობრივი ეს რა იყო ასე თქვა. ანგარიშტორება, ხო, ასე თქვა და ჩემზე ყველაზე ძალიან ამანი მოქმედა რა გასაგები მიზეზების გამო, რომ ამან დატოვა სისტემურობის სისტემის მე პირადად მინდა გითხრათ დღესაც ეს შეფიც არის დიდი გაუცილებლობა, იმიტომ რომ აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ როგორც თქვენ და საზოგადოების აბსოლუტური უნარისობა ალბათ ჩათვლის რომ მე ვცრუობ და მე ასე თქვა თვალთ მაქცობ, მაგრამ რა ვიცი, მე დღესაც მინდა თქვა, რომ ეს არის ჩემთვის დიდი ამოცანა, იმიტომ ჯერ მარტივად ვთქვა, რომ თუ ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ჩვენ იმიჯზე, ხო? რომ პოლიციაში ეს არ უნდა მხდარიყო. ეხლა მოდი თქვა, რომ ხო ჩემი იმიჯის და ჩვენი ქრისტეს იმიჯის ყავს პოლიციაში მოხდებოდა თუ ციხეში მოხდებოდა, ხო ამას არსებითი მნიშვნელობა არ ხდება, ხო? იგივე კადრები რო ყოფილიყო პოლიციაში, იგივე რეაქცია ექნება საზოგადოებას და იქ არ დაიწყებდნენ ვინ არის დამნაშავე, ციხის უფროსი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი თუ პრეზიდენტი, ხო? დიახ, თან პარადოქსალურად ჩანდა შუშის თქვათ, შუშის პოლიციის შენობები და მერე უკვე გონებისთვის ასაქმნელად ესეთი ჯურგმული და საერთოდ ეს ისთვის იყო საჭირო, ეგაც ვერ გავიგე, მე მიხდით ის პრომენტა, ეს რო ყოფილიყო ახაც ეს რო ყოფილიყო თქვათ პოლიტიკური ანგარიშtorება კონკრეტული პირის მიმართ. ან პირადი ანგარიშტორება კონკრეტული პირის მიმართ, ეს კიდე გასაგები იქნებოდა, რომ ცალკეულმა თანამშრომელმა თავისი პირადი ინტერესებისათვის ან დავალებით ეს განახორციელა. ახლა ამ კადრებში ჩანს, რომ ეს არ არის რაღაც კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ მიმართული, ეს არის რაღაც მასობრივი, მე სიმართლე გითხრათ, შეფთვის ეს ხდება ძალიან დიდ ამოცანად. მაშინ როდესაც